საქართველო დაქვეითდა ახალ დივიზიონში და მაგ დივიზიონს გაჩვენებთ თამაშის ბოლოს. მანამდე ვუყურებთ საქართველო-სლოვენია. მოკლედ, ჩვენთვის არაფერი არის, მათთვის ყველაფერი. თუ ისინი მოიგებენ და ჩვენ წავგებთ, ჩვენ მაინც დავქვეითდებით იმ დივიზიონში, და უკვე დავქვეითებული ვართ, წინას დავქვეითდით, ასე რომ არ აქვს აზრი წავგებთ თუ მოუგებთ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი იგივე დარჩება, უბრალოდ ისინი მოგვიგებენ უკეთეს დივიზიონში დაქვეითდებიან და უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვე ფინალში მოხვდნენ. ამ ზივზივაძე, კიტეიშვილი, ამასობაში ქართველები ვათამაშებთ. კიტეიშვილი და პასი არ გავიდა კვარაცხელიაზე და მოვაწვდით კურთხევლს. პირველი კურთხევი საქართველოსგან და ვაფშე ამ თამაში. საქართველო დავითაშვილი ვერ ჩააწოდა გიზი მამა და ხო გიზი მამა გეიშვილი მოვიდა ნაკრებში ეს კაია გიზი მამა ჩაკვეტაძე არ გავიდა ჩაკვეტაძემდე მიდი ჩაკვეტაძე ზივზივაძე და მაინც გოლი გავიტანეთ გოლი ზივზივაძე ყოჩახ ძალიან კარგი გოლი იყო შევაგდეს და 1-0 სლოვენიასთან ძლიერი ანგარი არა ძლიერი არ არის მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა აქ ზივზივაძე აბა ვნახოთ სლოვენიელებს ანუ საქართველებმა შეიძლება რომ სლოვენიელებს არ მოაგებინოთ მაგრამ ჩემი აზრით უნდა მოაგებინონ იმიტომ რომ მივცეთ იმათაც შანსი ჩვენ მაინც დაქვეითებულები ვართ უკვე და ალბათ ახლა აძლევენ აბა შეტევა მაგრამ ზივზივაძე მაინც არ გაუშვა კაკაბაძე ზივზივაძემდე არ გავიდა პასი შემოგვიტიეს აბა შემოტევაში რა ხდება ჩაუპასეს და გოლი შევაგდებინეთ მაგრამ მამარდაშვილი ისე გადმოხტა მე მგონი არ უნდა და გოლის გაშრობა და მოხსნა უნდა და ეს აღნიშნა და 1-1 ფრეთო დამთავრდება ისინი მაგაზე უკვე გადაწყვეტება სხვა რამე ანუ ახლა თუ წააგეს პირდაპირ დაბალი დონის დივიზიონში მოხდება თუ მოიგებს ცოტათი მაღალი და თუ ფრე დამთავრდება შემდეგ უკვე თამაში ექნება მას საბერძნეთთან და ეგ თუ მოიგებს მაღალი დონის დივიზიონში მოხვდება ან სლოვენია თუ მოიგებს საბერძნეთთან მაღალი დონის დივიზიონში მოხვდება თუ წააგებს დაბალის და ის სადაც სლოვენია უნდა მოხვედრილიყო მოხვდება საბერძნეთი და სლოვენიელებმა ისევ გაიგდეს ბურთი მაგრამ კაშიამ ჩაჭრა ზივზივაძე კვარაცხელია ზივზივაძე უიდღეს მიქაუტაძე წითელი ბარათის გამო არა ყავს კიტეიშვილი კვარაცხელიამდე პასი გავიდა და გოლი შეაგდო 2-1 არ და თავიდან თითქოს თავით უნდა დაერტყა მაგრამ გადაიფიქრა მოატყვა მეტოქე ამასობაში ჩამოვიდნენ აქაც და ასე მოვახერხეთ და გავიტანეთ ხო იქ ძალიან მიზიდულები ვიყავით იმათ საჯარიმოს ბევრი ვიყავით და შეიძლებოდა კვარაცხელიას სხვასთვის დაეთმო ბურთი მაგრამ არაფერი უჭირს მთავარი არაა ვინ გაიტანს მთავარი არის რომ მოვიგოთ შემოტევა აბა ძელს ხდება ბურთი ქართველები მაღალი დონით არ თამაშობენ რატო უნდა დაიხარჯონ ყველა ენერგია სულ ერთია ჩვენთვის ზივზივაძე კაკაბაძე ახლაც მიზიდული და კაი გოლი ჩახვეული დაარტყა მაგრამ არ წავიდა პირი უკողმა ჩახვეული დაარტყა და კარისკენას ფაქტიურად ვერ წავიდა აბა კვარაცხელია დაჯარიმდნენ და ზურიკო დავითაშვილი მოაწვდის ამ ჯარიმას არა მგონია აქედან დარტყმა მომდეს მაგრამ მაინც ნახოთ და დარტყმა ჩაიფიქრა და საიდან გაიტანა
დავითაშვილი ყოჩახ და სამით ერთი ძალიან კარგია მეკარეც აქ უძლური იყო იმიტომ რომ კარგი ბურთი გავუშვა აი შეხედეთ მეკარეს უბრალოდ არა ბურთს შეხედეთ ჯერ რანაირი გავუშვა მეკარეც ვერ შეწვდა ამ ბურთს ალბათ ძალიან მაღალი იყო თან როგორი ტრიალით მოდიოდა ბურთი ყოჩახ კაკაბაძე ცდილობს პრესინგს მაგრამ ვერ დააპრესინგა გოლს თუ გაგვიტანენ არაფერი უჭირს და ვერ გაგვიტანეს სლოვენიელებს სპეციალურად ვაძლევთ ალბათ ამდენ შანსს მაგრამ მაინც ვერ იყენებენ ძალიან დამცირება ამათთვის ოღონდ არამედ ჩვენგან არამედ თავის თავებს იმცირებენ ჩაკვეტაძე კიტეიშვილი კარგად მატაობს რაღაცა ძალიან მაგარ გაგდებებს და რაღაცებს აკეთებს ხოლმე პირდაპირ კარში მოუნდა გაშვება მაგრამ თან დაბლოკეს თან ტაიმი მიიწურა გოლს მაინც შეიძლება არა გოლს ჩაუთვლიდნენ იმიტომ რომ ტაიმის დამთავრების შემდეგ გოლი თუ გაიტანა უთვლიან და დაიწყო მეორე ტაიმი შემოგვიტიეს და ავტოგოლს ვაცდენილი ვიყავით ისედაც აბა კვარაცხელია დავითაშვილი ჯერჯერობით მარტო ვარ და შეიძლება მომემატოს ვიღაცა ჩემით მანვინმე და ორი ის დავემატებით კომენტატორი უკვე და ზივზივაძეზე კაი პასი გავიდა თამაშგარია არ ოპილა გამოიყენა ზივზივაძემ ეს პასი და 4-1-ზე გავიჭერით ანგარიშით ძალიან კარგი ანგარიშით ვიგებთ საქართველოს ეტყობა ძალიან გაძლიერდა და ეს თამაშგარი არ ყოფილა აშკარად ან იყო და ვერ შეამჩნიეს უფრო მე არ არის ვფიქრობ და შტანგიდან ჩახოვული ეს რა ეცლებინა ალბათ ძალიან უიღბლო გამოვიდოდა და რა ვიცი და შემოგვიტის და გაგვიტანეს გოლი არა უშავს 4-2-ია მაინც არა უშავს კარგი აბა ახლა შემდეგ გაგრძელება უნდა ვნახოთ ამარტაშვილს შეეძლო მოხსნა მაგრამ ალბათ გავუშვა ლიზიკი გავიდა და შორკი შემოვიდა კაკაბაძე კვარაცხელია მოისურვა კაკაბაძეზე გაგდება კაკაბაძე რიფშვება კიდე თუ მიუწევს გოლს შეაგდებს მიდი კაკაბაძე მიუსწარი და გოლი კაკაბაძე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მიიღებს აუცილებლად ჩაუსრიალ და მიირბინა ბურთთან და გოლ შეხედით მეკარის თავზე გადაატანა ჯურთი ქურტიკი გადის და შემოდის და აბა საქართველოს რა გაგრძელებას იპოვეს მე ერთი წუთით გავალ რაღაცას მოვიტან და მანამდე თქვენ ნადევნეთ თვალყური ამ თამაშს
დავბრუნდი და აბა რა მოხდება. შემოგვიტიეს და კაშიას მიუღია ყვითელი ბარათი. ეს საიდან მივხვდი და თავზე კაში არ ვაწერი, ეგრეთზე ყვითელი ბარათი ახატია. და გიზი მამაგეიშვილმა ლამის ავტოგოლი გაიტანა. დავითაშვილი, კაკაბაძე მიდი ზივზივაძე მაინც წაართვა, მატაობს დაჭაყოვული გაუშვა, მაგრამ ძილამდეც ახლოს არ მისულა. ასეთი აცელა იშვიათი არ არის და ბარკოვიჩი შემოდის, დაცვა გაუძლიერდათ. ერთი ნახევარდაცვა ან შემტევი ამოვარდათ და დაცვა გაუძლიერდათ. კაკაბაძემ გიზი მამაგეიშვილი კაკაბაძემ წაართვა, მე ქოჩორაშვილს აქვს ახლა ბურთი, ჩაკვეტაძე და დაიჭირა მეკარე. აბა ადევნოთ რა მოხდება. შემდეგი თამაში ახლა ხო არის ეს რა ქვია არის 9 ივნისი. შემდეგი თამაში იქნება 20 ივნისს იქნება შემდეგი თამაში. საქართველო რომელ დივიზიონშიც არის მიხვდებით თქვენც. ახლა განახებთ. საქართველო პირველ ადგილზეა, ნიდერლანდები მეორეზე, ყაზახეთი მესამეზე, გერმანია მეოთხე. ამ სამი გუნდიდან ჩვენ 20 ივნისს შევეჯიბრებით ერთ-ერთს ამ სამიდან. ამ ინფორმაციას კი მალე გაიგებთ, ასე რომ მანამდე წინა თამაშებს გადახედეთ, რომ რამე არ გამოგრჩეთ.